მოვუწოდებთ პრეზიდენტს დაადოს ვეტო. არასამთავრობოების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე პრეზიდენტის რეაგირებას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 16 ორგანიზაცია აწერს, წერია, რომ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ეს არის პირდაპირ ანგარიშწორება მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ და ამ ყველაფერს ჰქონდა ერთადერთი მიზანი მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება და აი ამ ინსტიტუციის ხელში ჩაგდება ხელისუფლების პოლიტიკური ნების შესასრულებლად. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს, საქართველოს კონსტიტუციას. მნიშვნელოვანი არის რომ პრეზიდენტმა გადადგას აქ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი და დაადასტუროს, რომ რა თქმა უნდა აი ამ პროცესს არ მიესალმება იმ პროცესს, რომელიც ემსახურება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელში ჩაგდებას. და სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება სწორედაც იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტი დატოვებს მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით და ცალსახად დადასტურება, რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური ნება და მეტი არაფერი. ხელისუფლება წავიდა ამ ნაბიჯზე, თან ეს გააკეთა ნაჩქარევად, ფაქტიურად დახურულ კარს მიღმა და სასწრაფოდ მიიღო ასეთი დამანგრეველი, მე ვიტყოდი, კანონი, რომელიც ფაქტიურად სერიოზულ უკანდახევას იწვევს ქართული დემოკრატიისთვის, თუ კი რაიმე რჩება მისგან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც მიუღებლად მიიჩნია ამ და ეგორი კანონის მიღება და ასეთი პროცესით და ამიტომ ჩვენ გვინდა დღეს ვთხოვოთ მას დაადოს ვეტო ამ კანონს. მან უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და დაადოს ვეტო, თუნდაც იმუქრებოდეს მართველი პარტია, რომ ამ ვეტოს გადასწავლოს. ეს არის პოლიტიკური აქტი და ჩემის აზრით მნიშვნელოვანი აქტი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ვფიქრობთ, რომ ასეთი დაჩქარებული წესით კონფიდენციალურად ყოველგვარი დისკუსიების გარეშე მსგავსი ქმედება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და იყო მიმართული უშუალოდ ლონდა თოლორაიას დასჯისკენ. ჯერი ეხლა არის ნამდვილად საქართველოს პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან ადეკვატური განცხადება გაავრცელა სხვათა შორის, სადაც მან აღნიშნა, რომ ასეთი ფორმით სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას არ უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ ამ განცხადების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან თანმიმდევრული იქნება თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს დაადებს ვეტოს.